მოულოდნელად გაღვიძებას შეჩვეულებს ამ კურსზე სიურპრიზი გელოდებათ. ეს რეინჯერების გაღვიძების სტილია. ხმაური და სიბნელე, ქაოსს და დაბნეულობას იწვევს. მაგრამ აქაც რეინჯერების მაძიებლებს ზუსტად 2 წუთი აქვთ მოწყობისთვის. კურსანტებმა არასდროს იციან დღეღამის რა მონაკვეთში გააღვიძებენ. Martin Martin! Haydi! İlvaletki! Yaktin nabuki! Teoretki! Samin nabuki! Tin nabuki! ეს ჯარისკაცები ამ კურსზე საკუთარი ნებით იმყოფებიან. ახალი რეინჯერების შესარჩევად საქართველოს შეერაღებულ ძალებს 7 თვიანი კურსი აქვს, რომელიც კვირიდან კვირამდე რთულდება. ჯარისკაცები აქ საკუთარი ბრიგადების ღირსებას იცავენ და ადამიანური შესაძლებლობების ნამდვილ გამოცდას გადიან. რამდენი შეუძლია აიტანოს ერთმა ადამიანმა? კითხვა, რომელსაც პასუხს რეინჯერების მომზადების კურსი სცემს. მსგავსი ფიზიკური სავარჯიშოები განსაკუთრებულად მძიმედ შესასრულებელი ღამის 4 საათზეა. მაშინ, როცა გამოუძინებელი ხარ და კარგად ვერ აანალიზებ, რა ხდება შენს გარშემო. მით უმეტეს, რომ ინსტრუქტორებისგან შეღავას არ უნდა ელოდო. ხშირად ამ რთული მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია. მაგრამ ხვდები, აქ დანებება არ ღირს. აცნობიერებ, რომ ეს კურსის მხოლოდ დასაწყისია და წინ გაცილებით დიდი სირთულეების გავლა მოგიწევს. ამიტომ უძილობას მალე ეჩვევი და მხოლოდ რეინჯერის სტატუსზე ფიქრობ. თუმცა მთელი კურსი მაინც არ ყოფნის იმის გასარკვევად, აქ ფიზიკური გამძლეობაა უფრო მნიშვნელოვანი თუ ფსიქოლოგიური მდგრადობა. ყველაზე რთული, რა თქმა უნდა, პირველი ეტაპია, როცა ჯერ კიდევ შეჩვეული ხარ თბილსაწოლს და დღის განმავლობას და დღე და ღამე უკვე არეულია კურსის დროს, каранტინი რაც არის, დაწყებითი ეტაპი, ღამე თითქმის ძილი საშუალება არც აქვს კურსანტებს. უკვე დროის მონაკვეთი იზრდებოდა, გვეგონა უკვე აი დამთავრდა, მაგრამ ისევ გაუთავებლად, გაუჩერებლად ვაგრძელებდით იმ ფიზიკურ მომზადებას. ქართული არმიის რეინჯერის მაღალი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ჯარისკაცები იხსენებენ, რომ ბრძოლის ველზე უმთავრესი გუნდურობაა. იმ ფიზიკური დატვირთვის გასაძლებად, რასაც ეს კურსი მოქმედ ჯარისკაცებს უყენებს, მაღალი ინდივიდუალური ფიზიკური ფორმის გარდა აუცილებელია კარგად იცოდე, რას ნიშნავს გუნდთან მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში თანამებრძოლებში ლიდერის ფუნქციაც იკისრება. აქ ინსტრუქტორები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათივე დაგეგმილი და მოფიქრებული ბარიერების გადალახვა კიდევ უფრო გაგირთულონ. ყველა მათგანს პირადად აქვს რეინჯერის იგივე კურსი გავლილი და კარგად იცის, რომ თუ ეს დაბრკოლებები ვერ გადალახე, ვერასდროს გაიგებ, რატომ არის განსაკუთრებულად საამაყო კონტეს უფლება რეინჯერის პატჩი ატარო. რაც უფრო მეტ დროს ატარებს საველე სწავლებაზე, მით ნაკლები ენერგია და მორალური მდგრადობა გრჩება კურსის დასამთავრებლად. სანამ რეინჯერობის მაძიებლები 7 თვიან გადამზადებას დაასრულებენ, მათი 75% კურსს დატოვებს. ასეთია საშუალო სტატისტიკა. ამ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ უკვე ის პირადი შემადგენლობა, ვინც დარჩება კურსზე, იწყებს უკვე ძირითადად თეორიულ განვითარებას. თეორიულ განვითარებაში ისინი მთლიანად შეისწავლიან სამხედრო სპეციალობებს და ყველა იმ დისციპლინას, რაც არის სამხედრო მოსამსახურისთვის აუცილებელი, როგორიც არის საცეცხლე მომზადება, ტაქტიკა, ტოპოგრაფია, საინჟინრო, სამედიცინო, კავშირგაბმულობა, სამთო მომზადება და თვითგადარჩენა. როგორ გადარჩე ცოცხალი მაშინაც კი, როცა ტყეში, ტრიალ მინდორში, მთაში, სიცხეში თუ გამყინვარებაში მარტო ხარ დარჩენილი. როგორ გაარჩიო, რისი ჭამა შეგიძლია და რა აღგიდგენს ძალებს, რომელიც დაღლილობამ და შიმშილმა წაგართვა. თვითგადარჩენის კურსზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, რომელთაც რეინჯერის წოდების დამსახურება სურთ, სწორედ ამ უნარებს შეიძენენ. ამ ეტაპის დასაწყისში კურსანტებისთვის მთავარი ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვაა. ამის შემდეგ ძალიან მარტივია აითვისო ის, რასაც გამოცდილი ინსტრუქტორები გასწავლიან. სხვადასხვა ტიპის თავშესაფრის მოწყობა ადგილმდებარეობის და საჭიროების მიხედვით. საკვებად გამოსადეგი მცენარეების გარჩევა და ძალების სწორი გადანაწილება აქ ყველაზე მნიშვნელოვანია.
კურსის ამ ეტაპზე იმახსოვრებ, რა შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ ორგანიზმს საკმარისი კალორიები მიაწოდო. კარგად გამახსოვრდება ბუნებაში არსებული მცენარეები, ქვეწარმავლები თუ ცხოველები, როგორ უნდა მოინადირო და როგორ უნდა მოამზადო. ყველაფერთან ერთად, მათთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა იყვნენ მაქსიმალურად შეუმჩნევლები. მაშინაც კი, როდესაც ერთი შეხედვით დღეში მარტო ხარ, უსაფრთხოება უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება. სწორედ ამიტომ ტერიტორიის დაცვაზე ზრუნვა ერთ-ერთი პირველია, რასაც რეინჯერობის მაძიებლები სწავლობენ. ბუნებრივ პირობებში ხაფანგების მოწყობა და საბრძოლო იარაღის შექმნა სწავლების ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია. ხაფანგი შეიძლება იყოს როგორც ცხოველების, ასევე დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის. ამ გზით გადაღლილი რეინჯერები პერიმეტრის დაცვაზე ძალებს ზოგავენ. ყველაზე რთული ალბათ არაფლისგან ყველაფრის შექმნა, არაფლისგან რაღაცის შექმნა. აი ეს თავისებური ფსიქოლოგიური მომენტიც არის, ფიზიკური მომენტიც არის, ფიქრი იმაზე თუ ამაღამ როგორ გათენდება, რა იქნება ამაზე ფიქრიც წინასწარ ფიქრობ და ამ ყველაფერს ერთად რა თქმა უნდა რთულია ამის გაკეთება, თან გააკეთო, თან იფიქრო, არაფლისგან რაღაც შექმნა. ალბათ ყველაზე რთული ეს არის მაგ მომენტში. თვითგადარჩენის კურსზე. რეინჯერის საქმე მკაფიოდ არის განსაზღვრული. გაანადგუროს მოწინააღმდეგე სადაც არ უნდა იყოს ის. მათ იციან, საჭიროების შემთხვევაში პირველები ჩაერთვებიან ბრძოლაში და შესაძლოა პირველებიც მოკვდნენ. სწორედ ამიტომ კურსზე ყველა დეტალის შესწავლას უდიდესი ყურადღება ექცევა. უშუალოდ რეინჯერის ბატალიონს შეუძლია ჩაატაროს ყველა ის ოპერაცია, რასაც ატარებს მსუბუქი ქვეითი ქვედანაყოფები და ასევე შეუძლია მას მხარი დაუჭიროს სპეციალურ ქვედანაყოფებს და მათი დაქვემდებარების ქვეშ იმოქმედოს როგორც თავის ტერიტორიაზე, ასევე მტრის ზურგში ჩაატაროს რეიდები, თავდასხმები, დივერსიული ოპერაციები და ასე შემდეგ. ეს უკვე საჩვენებელი სწავლებაა. კურსის ბოლოს რეინჯერები იმ ცოდნის გამტკიცებას ცდილობენ, რაც 7 თვის განმავლობაში მიიღეს. ამ შემთხვევაში დემოჯგუფი ქართველი რეინჯერების ჩასაფრებაში მოხვდა. მიზანი მარტივია: ძლიერი ცეცხლის მეშვეობით გაანადგურო მოწინააღმდეგე. გადაამოწმო რამდენად ზუსტად შეასრულე დავალება. დარწმუნდა, რომ მტრის ცხედარი საფრთხეს არ წარმოადგენს. გაანადგურო მოწინააღმდეგის შეიარაღება და მინიმალურ დროში დატოვო შეტაკების ადგილი.